თავდაცვის გასაძლიერებლად ევროპას 5 წელი აქვს. სწორედ ეს ვადა დათქვეს კონტინენტზე შესაძლო აგრესიისთვის მოსამზადებლად, რომელსაც რუსეთისგან ელიან. ევროპის თავდაცვის მინისტრებმა უკვე დაამტკიცეს 2030 წლის თავდაცვის მზაობის საგზაო რუკა, რომელიც 23 ოქტომბერს ბრიუსელში ლიდერების დონეზე განიხილება. იმ დანაკლისის ამოვსებას ეხება, რომელიც ევროპის თავდაცვის ინდუსტრიაში ამჟამად არსებობს. პირველ ეტაპზე ყურადღება მეტწილად აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ეხება. დრონებზე ფოკუსირება კი ახალი პრიორიტეტია. მას შემდეგ რაც ევროპული ქვეყნების ცაზე არაიდენტიფიცირებული საფრენი აპარატები მრავლად გამოჩნდა. ვფიქრობ, ეს საგზაო რუკა რევოლუციური გეგმაა, რათა გავამყაროთ ევროპის სტრატეგიული არქიტექტურა და ევროპის თავდაცვითი მზაობა. ეს პრაქტიკულად ევროპული თავდაცვითი გუმბათის მშენებლობაა, მშვიდობისთვის. თუ გსურს მშვიდობა, მოემზადოთ თავდაცვისა და შეკავებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ კოორდინირებულად, მკაფიოდ და სწრაფად. გეგმის თანახმად ევროპელები 6.8 ტრილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავენ თავდაცვაში. გსურს თავდაცვით მზაობას 2030 წლამდე მივახციოთ. რატომ? პუტინის გეგმების გამო. ჩვენ უნდა შევაკავოთ აგრესია, თავიდან ავიღოთ ომი, შევინარჩუნოთ მშვიდობა. სწორედ ამას ეხება ეს გეგმა. ახლა ჩვენ ვართ მიზნების 15%-ზე. შესაძლებლობების განხილვიდან უკვე მიწოდების დონეზე უნდა გადავინაცვლოთ. ეს გულისხმობს კონტრაქტებს, წარმოებას, მოდერნიზებას, შესყიდვებს. ეს მეგა გეგმაა, რომელიც დაგვეხმარება მობილიზებაში. თავდაცვის ნაწილში ევროპა უნდა იყოს თვითკმარი. ეს კი ნიშნავს დამოუკიდებლობას, წარმოების მოდერნიზებისა თუ ფინანსირების კუთხით. ეს პანევროპული თავდაცვითი გეგმაა. ამჯერად ჩვენ ვიქნებით უფრო ეფექტურები. უკრაინა მზადაა დაგვეხმაროს მისი გამოცდილებით. ჩვენ ევროპის თავდაცვის გუმბათს ერთად ვაშენებთ. თავდაცვის მზაობის საგზაო რუკა 9 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, ხარდამჭერი ფაქტორები, სამხედრო მობილობა, საარტილერიო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, შეიარაღება, დრონები და დრონსაწინააღმდეგო სისტემები, სახმელეთო და საზღვაო ძალები. მასშივეა გათვალისწინებული ძირითადი პროექტებიც, როგორებიცაა აღმოსავლეთ ფლანგის დარაჯი, ევროპული დრონების კედელი, ევროპული საჰაერო თუ კოსმოსური ფარი. დოკუმენტში თავისუფლად გაწერილია ნედლეულის მიწოდების უზრუნველყოფა, სამხედრო მობილობის გაუმჯობესება, ტექნოლოგიური კომპანიების დაკავშირება თავდაცვის სექტორთან და უკრაინის ინდუსტრიის მხარდაჭერა ევროკავშირის დახმარებით. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და ვიმოქმედოთ ერთად. უკვე გამოვყავით ის, რაც ევროპული თავდაცვის უნარიანობის წინაშე არსებული კრიტიკული დანაკლისია და ასეთია დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, კიბერ და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებები და შეიარაღება. ამის აღმოსაფხვრელად გავაკეთეთ 800 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის გეგმა, რომელიც ევროპის განიარაღებას მოემსახურება 2030 წლისთვის. წევრი ქვეყნები 4 წლის წინ თავდაცვაზე 218 მილიარდ ევროს ხარჯავდნენ. წელს ამ რიცხვმა 392 მილიარდი შეადგინა. ის თითქმის გაორმაგდა. ჩვენი გზავნილი ნათელია, ევროპა მოქმედებს და ინვესტიციას დებს თავდაცვაში, ის მზად იქნება თავდაცვისთვის. ჩვენ ასევე უნდა შეგვეძლოს პროგრესის შეფასება და ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ. ევროკომისრების განცხადებით ეს პროექტები პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. თუმცა თავდაცვაზე დიდი ფინანსური რესურსის გამოყოფა თითოეული წევრი ქვეყნის ვალდებულებაა, რადგან შესაძლო აგრესორის მხრიდან ერთზე დარტყმა ყველაზე დარტყმად ფასდება. ამ მიმართულებით ევროკავშირისა და ნატოს მიზნები ერთია, თუმცა მიზნების მიღწევის გზებში ორივე ბლოკს საკუთარი კონკრეტული ამოცანები აქვთ. დუბლირების გარეშე. თავდაცვის მზაობის საგზაო რუკა ემსახურება მშვიდობის შენარჩუნებას. მომდევნო 6 წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის უნარიანობა ხელშესახებად უნდა გაძლიერდეს. რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა შეტევა მიიტანოს ევროკავშირზე დღეს, მაგრამ მას შეუძლია მოემზადოს ამისთვის მომდევნო წლებში. საფრთხე არსად გაქრება უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი. დრონები უკვე განსაზღვრავენ ომის მიმდინარეობას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებზე მუშაობს და ეს ნატოსთან თანამშრომლობით ხდება. ყველა წევრმა უნდა ჩადოს ინვესტიცია დრონების საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურაში. ეს უკვე აღარაა სურვილზე დამოკიდებული. ეს საჭიროებაა. 2027 წლისთვის ეს პროექტი ოპერაციული უნდა იყოს. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპის დარაჯის პროექტს, მასში ყველა საჭირო ფაქტორი იქნება გათვალისწინებული. სახმელეთო, საზღვაო, სასაზღვრო თუ საჰაერო თავდაცვის ხაზით, განსაკუთრებით კი ფოკუსი კეთდება დრონებზე. ვიმსჯელეთ ასევე ერთობლივ შესყიდვებზე, რომელიც ამჟამად დაბალია, ამ მხრივ ამბიციას ვცდით და უნდა გავზარდოთ აქტივობაც. უკრაინა ჯერ კიდევ ევროპის დაცვის პირველი ხაზია და სწორედ ამიტომაა ის ჩვენი საგზაო რუკის ნაწილი. მათთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ნიშნავს უფრო ძლიერ უკრაინის თავდაცვასა და ჯარს. ამ მხრივ ვაგრძელებთ მუშაობას დრონების ალიანსის ფარგლებში. ფრონტის ხაზზე მათი გამოცდილება და ინოვაციები უნდა გამოვიყენოთ ჩვენსავე სასარგებლოდ.
თავდაცვის მზაობის 16 გვერდიანი საგზაო რუკა იმის ღია დეკლარირებაა, რომ ევროპა შესაძლო ომისთვის ემზადება. თავდაცვის გაძლიერებით კი აგრესორს აფრთხილებს, რომ მასზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება. გეგმაში გაწერილი უკრაინის მხარდაჭერა კი იმის დასტურია, რომ ევროპა უკრაინას საკუთარი უსაფრთხოების კრიტიკულ ნაწილად განიხილავს.